საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. ლანჩხუთ ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი გახდა. ლანჩხუთ ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატ ნინო წილოსანთან ერთად მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე იღებდა მონაწილეობას. ნინო წილოსანმა ხმების 74.76% დააგროვა. ლანჩხუთ ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელით შედიოდა: ნასაკირალი, ძიმითი, ნაგომარი, სილაური, ვაილეთი და ჯუმათი. რაც შეეხება ოზურგეთს, აქ მეორე ტურის საჭიროება არ ყოფილა. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გახდა პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსდან. საპარლამენტო არჩევნები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა დავით მჟავანაძემ შეაფასა. მჟავანაძის თქმით, არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც პირველი ტური, ასე მეორე ტურიც ჩატარა მთლიანად დაშინებით, ადამიანების მოსყიდვით, არჩევნების გაყალბების გზით. ეს იყო, ჩვენ ველოდით კიდეც, რომ ასეთი რაღაცა იქნებოდა, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა ყველა რესურსი გამოიყენებია პირველ ტურში და იგივე გააკეთა მან მეორე ტურში. კონკრეტული ფაქტები და მაგალითები, როგორ აშინებდნენ, ატერორებდნენ ადამიანს, როგორ აყალბებდნენ, მაგალითად, ურეკის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ხელოვნურად გადაავსეს ჯანმრთელი ადამიანებით გაზასატანი უთისიები, იმიტომ რომ ჩვენს კანდიდატს არ მისცემოდა საშუალება, უბრალოდ ჩვენ კანდიდატის მხარდამჭერებს არ მისცემოდა საშუალება არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. ეს დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ბუნებრივია იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ხელოვნურად, ასე ვთქვათ, გაბერილ სიაში მოხვედრილები, არ მიეცათ უფლება მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ის რომ ცდელობა იყო ხელისუფლებისგან, ეს ფაქტი ფაქტად დაფიქსირდა. დავით მჟავანაძის ბრალდებებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ოზურგეთის რაიონული თავმჯდომარე დავით დარჩია პასუხობს. ამ მსგავსი არ ყოფილა პირიქით ნებისმიერ პარტიას, პოლიტიკურ პარტიას სულ ყველას ჰქონდა თანაბარი უფლება, თანაბარი საშუალება, რომ გამოეხატა თავისი აზრი, მისულიყო ამორჩევლამდე არავინ ხელს არ უშლიდა. მე მგონი ჩვენ უფრო მეც გვიშლიდან და სუდავდნენ ვიდრე სხვა მათ და სხვა ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, რაც უფრო ნათლად ხედავდნენ და ნათლად დარწმუნდნენ, რომ ვისი გეგმა იყო სწორი, ვისი პოლიტიკური ხედვები იყო სწორი, ვისი პროგრამა იყო სწორი და ვისიც ჯერადა ამ ხალხს უფრო მეტად, ამიტომ და დიდი მადლობა. მე მჯერავს, რომ აი ამ მომავალ 4 წელიწადში უფრო სწრაფად მოხდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და ნებისმიერი სფეროს განვითარება მართლაც უფრო სწრაფად მოხდება და რომელიც თქვათ ეკონომიკის წინ წამოწევას, რო თქვათ, აი ამ საკითხების, რომელიც ალბათ ქვეყნის სიძლიერის სხვა კუთხეზე. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 ოლქში გაიმართა. პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მოიპოვა 115 მანდატით. 27 დეპუტატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ყავს, 6 პატრიოტთა ალიანსს, 1 პარტია თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლო და 1 მანდატი დამოუკიდებელ კანდიდატს ერგო.